უკვე საშიშად დაახლოვდა ჩვენი აზრები ერთმანეთთან და ეს უკვე არ მომწონს. რაც უფრო გამოცდილია ადამიანი ბიზნესში, მით უფრო ცოტაა შანსი, რომ მან გარღვევა გააკეთოს ბიზნესში. იმიტომ რომ მან უკვე იცის, რომ არა კაცო, ეს მიდგომა არ მუშაობს. როგორ მინდა შენსავით ვიყო, რომ ოფისში ვიზდე და მოქონდეს თანამშრომელს ყავა. ვეუბნები, რომ ეს არ არის ბიზნესი. არასდროს შეუსრულო თანამშრომელს თხოვნა. ან შეუსრულე იმაზე მეტი, ან საერთოდ უთხარი, რომ არ უსრულე. აი რო გითხრა, რომ არ იფიქრო შიშველ მაიმუნზე, შენ პირველი ეგრევე თავში წარმოგიდგება შიშველი მაიმუნი, იმიტომ რომ არ აქვს ტვინს ეგ ფუნქცია, რომ ამაზე არ იფიქრო. წავდექი და ბაბუა ჩემის მიერ ნაჩუქარი ბინა გავყიდე და დავიწყე 19 წლის ასაკში ჩემი პირველი ბიზნესი. ვერ გაიგებ როგორი პარტნიორი ყავს, სანამ შენ ფულის შოვნას არ დაიწყებ. როგორ წესი პრობლემები პარტნიორებს შორის იწყება მაშინ, როდესაც ფულია გასაყოფი. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი Founders Club-ი, მე მისი წამყვანი ნიკო დათერცე ვარ. სანამ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარზე გადავალთ, გეტყვით, რომ პოდკასტის წარმოდგენია IT სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი კომპანია Live Support-ი, რომელიც შესაბამისი სერვისების მიწოდებით ბიზნესებისთვის ქმნის მყარ საძირკველს და უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ მუშაობას. პოდკასტის სპონსორი კი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორული ქსელის More Global-ის წევრი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია More ABC. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია ლაშა ბარბაქაძე, სერიული ენტრეპრენერი და მენეჯმენტისა და გაყიდვების მენტორი, დამფუძნებელი სასწავლო კომპანია Orwix-ის და კომპანია We Do Food-ის. მადლობა ლაშა მოსვლისთვის. მოგესალმებით. დასაწყისში სულ ორი სიტყვით ვიტყვი ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ჩვენ არ ვიცნობდით ლაშას backgrounds და ასე ვთქვათ კარიერას. ლაშა თავად დაგვიკავშირდა. გამოთქვა სურვილი, რომ ჩაგვეწერა მასთან პოდკასტი, როგორც სერიულ ენტრეპრენერთან, რომელსაც ასე ვთქვათ სურს თავისი სიტყვა თქვას, ასე ვთქვათ ქართულ ბაზარზე, ჩვენ Founders Club-ი ღია ვართ, რომ ასე ვთქვათ ყველა მეწარმეს მივცეთ ჩვენი პლატფორმა, მით უმეტეს ისეთ ადამიანს, რომელსაც ესეთი დიდი გამოცდილება აქვს სტარტაპ ინდუსტრიაში. სწორედ სტარტაპ ინდუსტრიით დავიწყებ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს. შენს მოკლე რეზიუმეში ახსენე, რომ 15 წლიანი ასე ვთქვათ კარიერა უკვე დააგროვე სტარტაპ მიმართულებით და არაერთი თუ არ ვთქვი 10-მდე სტარტაპ კომპანიის ჩამოყალიბებაში და გამართვაში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ამ კუთხით რომ მოგვიყვე შენი სტარტაპების, შენი ასე ვთქვათ პირველი პროექტების შესახებ. კეთილი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ დღეს სტუმრად. ყველაფერი დაიწყო, როდესაც მე ვიყავი თავისუფალი უნივერსიტეტის ISM-ის მეორე კურსის სტუდენტი და მქონდა მან საგანი ასეთი ბიზნესი მოქმედებაში. რომელიც იდეაც იყო, რომ ჩვენ დაგვეწერა ბიზნეს გეგმა და რაღაცა მცირე წიაღისვლები გქონოდა ამ მიმართულებით. იმდენად კარგი ბიზნეს გეგმა დავწერე, რომ არ შემეძლო, არ შემესრულებინა. როგორ უნდა შემესრულებინა? ცხადია ბიზნესი ყოველთვის იწყება რაღაც თანხის მოძიებით. მე წავდექი და ბაბუა ჩემის მიერ ნაჩუქარი ბინა გავყიდე და დავიწყე 19 წლის ასაკში ჩემი პირველი ბიზნესი. ეს პირველი ბიზნესი იყო ბოთლში ჩამოსხმული მზა კოქტეილები, რომელიც დღემდე საქართველოს ბაზარზე იყიდება, ალკოჰოლურ კოქტეილებზეა საუბარი და ყველაფერი დაიწყო ამისი იმპორტით და დისტრიბუციით. შემდგომ ამას დაემატა ენერგეტიკული სასმელები, ქარხანა, წარმოება, გადავიდა მე ეს ყველაფერი ტურიზმის მიმართულებაში, შემდეგ გადავიდა წარმოების მიმართულებაში, ისევ გადავიდა სამზარეულოს მიმართულებაში, ბოლოს სწავლების მიმართულებით დავამთავრე და სადღაც ესე დაახლოებით 10-მდე სტარტაპს ვაერთიანებ. მაინდა-მაინც შეიძლება ეს კარგი არც იყოს, იმიტომ რომ რომელიმე რომ ძალიან წარმატებული ყოფილიყო, დანარჩენი ცხვრის საჭიროება აღარც იქნებოდა. თუმცა ქართული ბაზარი არც ისე დიდია, რომ აი ესეთი დიდი მასშტაბური წარმატება იყოს, ვთქვათ, საკმარისი და ამიტომაც მომიწია ბევრ სხვადასხვა სფეროს გამოვლა. დღეს აქტიურად ვარ დაკავებული სამ მიმართულებაში, ეს არის სასწავლო კლუბი Orwix-ი, ეს არის სამზარეულოს ახლებური კონცეფცია We Do Food-ი და ეს არის ფრიზერი მენთოლის ფირფიტები.
გასაგებია. მოკლედ ესე იგი წარმოება ახსენე კომერციული სამზარეულო ეს cloud kitchen-ი, ტურიზმი, ასე შემდეგ, ბევრი ინდუსტრია მოიცვი, მოკლედ და აი შენი გამოცდილებით რამდენად ეხლა შენი ბექგრაუნდი რო გაიხსენე და ეს სტუდენტების პერიოდი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, მეწარმეობის დრაივის მქონე ახალგაზრდა ადამიანმა ბევრგან და ბევრი მიმართულებით სცადოს ბედი. ხო, საინტერესო რაღაც არის. ჯერ მოდი საერთოდ შევეხოთ, რომელი ჯობია, იყო ანტერპრენერი თუ იყო დასაქმებული. და ამ კითხვაზე პირდაპირ გეტყვით, რომ პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ არც ერთი მეორეს არ ჯობია. რატომღაც ხალხში მუსირებს ეს აზრი, რომ ძალიან მაგარია ბიზნესმენი რომ ხარ, შეგიძლია ფეხზე გადაიდო, ყავა დალიო. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ რომელიც მაშინ არ იყო დასაქმებული და როგორ მინდა შენსავით ვიყო, რომ ოფისში ვიждდე და მოგქონდეს თანამშრომელს ყავა. მეუბნები, რომ ეს არ არის ბიზნესი. როდესაც თანამშრომელს ყავა მოაქვს შენთვის. რეალურად არის რაღაცა პიროვნული თვისებები, რომლებიც ადამიანებს გააჩნიათ, ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი და ამის მიხედვით მათ თვის შეიძლება ჯობდეს, რომ ისინი იყვნენ დასაქმებულები ან დამსაქმებლები. მაგალითად ეს შეიძლება იყოს რისკის მიმღეობა, მაგალითად ეს შეიძლება იყოს შორს მჭვრეტელობა, მაგალითად ეს შეიძლება იყოს problem solver-ობა ქართულად. ხო, პრობლემის გადაწყვეტობა, პრობლემის გადაწყვეტის უნარი. აი მაგალითისთვის რო გითხრათ, ჩემი აზრით ყველა ანტერპრენერის აზროვნება ასე არის მოწყობილი, რომ რაიმე ცხოვრებაში პრობლემას თუ გადააწყდა, მის თავში ეგრევე ეს ლაგდება როგორც ბიზნეს იდეა. ზოგადად ბიზნესიც რა არის, ხო? სხვა ადამიანის პრობლემის გადაჭრა. იმაზე ეფექტურად ვიდრე სხვა უჭრის. და სადაც არის პრობლემა, მოკლედ იქ არის ზუსტად ბიზნეს იდეაც. მაგალითად გერმანიაში ვიყავი რაღაც პერიოდის წინ და იქ რომ ნახე რომ შაბათ-კვირას მაღაზიები არ ფუნქციონირებდა, რაღაცა იდეამ დამარტყა თავში, რომ რატომ არ უნდა გახსნა გერმანიაში მაღაზია, რომელიც მხოლოდ შაბათ-კვირას იმუშავებს და მოემსახურება ამდენ უამრავ ადამიანს რა. გახსნილი აქვს ფილიპინელებს და კი, მე რომ მოვიკვლიე ეს ამბავი, ნახე რომ ეს იდეა ჩემამდეც ბევრს მოსვლია და ხო, პრინციპში აზრი არის ის, რომ ზოგი ადამიანისთვის ეს არის ძალიან კარგი მიმართულება, იმიტომ რომ რაღაც პიროვნული უნარები და თვისებები გააჩნია და ზოგისთვის უბრალოდ თქვა სტაბილურობა არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სტაბილურობა თუ გინდა შენ ვერ იქნები ანტერპრენერი გამორიცხულია, იმიტომ რომ ანტერპრენერობა და სტაბილურობა ერთმანეთს გამორიცხავს. შენ არ გაქვს ფორმალური სამუშაო საათები, შენ არ იცი რამდენი ფული გექნება, შენ არ იცი საერთოდ ხელფასი გექნება თუ არა. და შენ რისკავ ყველაზე მეც. მაგალითად, შენმა თანამშრომელმა შეიძლება გარისკოს უბრალოდ თქვა ის ერთი თვე რაც იმუშავა და სიტყვაზე ყველაზე უარეს შემთხვევაში ვერ აიღოს ხელფასი თუ გაკოტრდი, მაგრამ შენ კარგავ უამრავ რაღაცას. შენ კარგავ მთელ შენს ინვესტიციას, მთელ შენს დროს და ნუ კაპიტალს და დროით რესურსს, რისკის ამღები ტიპი თუ არ ხარ, მაშინ უბრალოდ ეს საქმე შენთვის არ არის და ჯობია რომ იყო შენ კარგი დასაქმებული. შენ ძალიან საინტერესოდ შეეხე, ასე ვთქვათ, აი ახალგაზრდა ასაკში მაგ არჩევნის გაკეთების მნიშვნელობას და ყველას თავის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული, ბუნებრივია ეგ საკითხი, მაგრამ ჩემი კითხვას რო დაუბრუნდეთ, აი შენ აი ესეთი ძალიან ბევრი ინდუსტრიას რო გადაწვდი, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ახალგაზრდა ეტაპზე რამდენად მნიშვნელოვანი არის აი შენი გამოცდილებით, აი ეგეთი რომ ბევრი მიმართულებით სცადოს ადამიანმა ბედი, რომელსაც ასე ვთქვათ, რაღაც იდეები აქვს, ეს დრაივი აქვს, მაინდსეტი აქვს, უბრალოდ ხო ხტები, ანუ ბევრი წარუმატებლობა შეიძლება ბოლოს ყველაზე უფრო ის იყოს, რა ქვია, პროდუქტიული მისთვის და ყველაზე უფრო ისეთი დამხმარე. კი ბატონო, ეს არის რაღაც ძებნის პროცესი. ადამიანმა გამორიცხულია 19 წლის ასაკში იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში. ბოლოს ახლა მე სადაც მივედი, რომ ეს არის სასწავლო მიმართულება და ყველაზე გულიანად ამ მიმართულებაში ვარ ჩართული, ეს არის იქიდან გამოწვეული, რომ უბრალოდ გავაანალიზე, რომ ყველაზე მეტად ამის კეთებამ სიამოვნებს. შეიძლება დღეს ყველაზე ნაკლებ დივიდენდს აქედან ვიღებ, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნებით მაინც ამ საქმეს ვაკეთებ. ეხლა ნახეთ, რატომ ვიარე ამდენი, ხო? თომას ედისონი, ალბათ ყველა მიცით, არის ადამიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა რაღაც გამოიგონა და მათ შორის ვარვარების ნათურაც. რომელიც არის რაღაცა ორი ესეთი ღერძივით, რომელშიც შუაში არის დახვეული პატარა მეტალის ძაფი და ეს ძაფი ხურდება და ვარვარებს. იქამდე სანამ ის მიაგნებდა ვოლფრამს, რომელსაც დღეს არის გაკეთებული ეს ძაფი, მანამდე 200 სხვადასხვა მეტალი გამოცადა. და ნუ მას რომ მკითხეს რომ 200 ჯერ რომ შეცდი, როგორ გქონდა ძალა რომ 200 მე ერთჯერ გაგეკეთებინო, მან თქვა რომ მე კი არ შევცდი, მე უბრალოდ ვიპოვე 200 გზა, რომელიც არ მუშაობდა. და შეცვალა ყოველ ჯერზე თავისი მიდგომა.
ერთი და იგივე მეტალზე კი არ ცადა რომ სხვადასხვანაირი ექსპერიმენტები ეტარებინა, არამედ მეტალები შეცვალა. ეხლა ამას რატო ვიძახი? არსებობს ერთი კარგი ქართული სიტყვა სულელი. სულელი. ხო და ჩემი განმარტებით სულელი არის ადამიანი, როდესაც რაღაცა მეთოდით ცდილობს რომ მიიღოს შედეგი, იმ შედეგს ვერ აღწევს ამ მეთოდით, მაგრამ ჯიუტდება ამ მეთოდში. სულელის რომ ერთი და იგივე სკეთებით სხვა შედეგს მიიღებ. და სხვა შედეგს ვერ მიიღებ ერთი და იგივე სკეთებით, ერთი და იგივე სკეთებით მიიღებ ერთი და იგივე შედეგს. და თუ ხედავ რომ შენი მიდგომა არ მუშაობს, უნდა შეცვალო მიდგომა, მანამ სანამ მოგიწევსო საერთოდ მიზანი შეცვალო. ამიტომაც რეალურად ეს მოგზაურობა მით უმეტეს თუ ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყებ შენ საქმეს, მოგზაურობა და ძებნა იმ საქმის, რომელიც შენ სიამოვნებასაც განიჭებს და რომელსაც შენთვის ფულიც მოაქვს, შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი. შეიძლება ადამიანმა ვერასდროსაც კი ვერ მიაგნოს, შეიძლება ადამიანმა 15 წელიწადში მიაგნოს, შეიძლება პირველივე ცდაზე გაუმართლოს და იმ სფეროს მიაგნოს. ეს არის უბრალოდ აი ადამიანის მოგზაურობის ამბავი რა. ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი კითხვა მინდა და დამესვა, შენს რეზიუმეში ახსენე, რომ ჩემი მთავარი ფილოსოფია არის საქმის კეთება სხვისი ხელებით. ხო და ბევრისთვის ეს ასოცირდება უშუალოდ რაღაც დავალებების მიცემასთან, ცოტა ასე ვთქვათ დიქტატთან, კონტროლთან, რას ნიშნავს რეალურად შენთვის ეს ფრაზა? და შენი აზრით რა უზრუნველყოფს იმას, რომ მენეჯმენტი უკვე თანამედროვე სამყაროში ხო, ბევრი შეხედულებით არ არის რაღაც რიგითი უნარი, არამედ ასე ვთქვათ განყენებული პროფესია. ხო, პირველი გეტყვით რომ მე მაქვს პროფესია მენეჯერი, ანუ მე პროფესია არ გამაჩნია, მაქვს დამთავრებული ამ მიმართულებით, თუმცა გამოდის რომ ანუ რა ხარ პროფესიით რომ მეკითხებიან, მე ცოტა პირს ვაღებ ხოლმე და ვერაფერს ვერ პასუხობ. არის თუ არა ეს ცალკე პროფესია, ჩემი აზრით ეს ცალკე პროფესია და არ შეიძლება იყოს განხილული, ჩემი აზრით ესეც არის უნარების კრებული, არა ერთი უნარი, არამედ უნარების რაღაცა კრებული და უშუალოდ არა მარტო ჩემი ფილოსოფია არის საქმის კეთება სხვისი ხელებით, არამედ მე მგონია რომ მენეჯმენტის ყველაზე კარგი განმარტებაც არის საქმის კეთება სხვისი ხელებით. ჩემმა პირველმა მენეჯმენტის ლექტორმა, რომელიც CSM-ში მყავდა, ზუსტად ასე აგვიხსნა, რომ მენეჯმენტი არის საქმის კეთება სხვისი ხელებით. რას ნიშნავს ახლა ეს საქმის კეთება სხვისი ხელებით და არის თუ არა ეს მუდმივი დავალებების გაცემა და დიქტატი და აი ესე აწეული თითი. არა, არაფრით და აი ჩემი ყოფილი თანამშრომლების არმია რომ გისმენდეთ, ალბათ ყველა გეტყვით, რომ ესეთი რაღაცა არასდროს არ ყოფილა. პირიქით მე სულ საპირისპირო მხარეს ფილოსოფიის მომხრე ვარ, რომ ნახეთ ესე ვიტყვი. ვინ არის კარგი მწვრთნელი ფეხბურთში? არა ის მაინდა-მაინც ვინც ყველაზე კარგად ხაზავს, არამედ ის ვის დროსაც ყველა მოთამაშეს ჰქონდა თავისი ცხოვრების საუკეთესო სეზონი. ხო, ახლა ბოლოს რო ავიღოთ მაგალითად რაღაცა ან ყველა მოთამაშე არის on the same page. ხო, ჩემი საყვარელი, უბრალოდ ქართველების საყვარელი ბოლო წლებში გუნდის Paris Saint-Germain-ის ამბავი, ხო რა ხდება რომ ყველა ფეხბურთელმა ფაქტობრივად თავისი კარიერის სეზონი ჩაატარა. აი ეს არის მწვრთნელი. და ეს არის საქმის კეთება სხვისი ხელებით. არა შენი ხელებით, არამედ შექმნა ისეთი გარემო, რომელშიც ყველა შენს თანამშრომელს შეუძლია თავისი მაქსიმუმი გაჩვენოს. აი ეს იგულისხმება საქმის კეთებაში სხვისი ხელებით და არა დავალებების გაცემა. პირიქით, მე დავალებების გაცემა კი არ მიყვარს, მე მიყვარს ნებისმიერი პრობლემა რომ გაჩნდება, მივდივარ და თანამშრომლებს ვეუბნები. მეგობრებო, დღეს გვაქვს ეს პრობლემა. აბა მითხარით ახლა ვინ რას ფიქრობთ, როგორ უნდა გადაუჭრეთ. და სხვა შორის აქ კიდე ერთი საინტერესო მიდგომა მაქვს, რომ არასდროს არ ვაფიქსირებ ჩემს აზრს პირველი. რატომ არ ვაფიქსირებ ხე ჩემს აზრს პირველი და ყოველთვის ბოლო რატო ვიძახი? მოდი გავიხსენოთ ერთი ესეთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში და ბიზნეს მაგისტრატურაზე და საბავშვო ბაღში. ერთი და იგივე რაოდენობის საბავშვო ბაღის მოსწავლეს და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მოსწავლეს მიუტანეს სკრეპი, ეს ქაღალდის დასაჭერი, ეს პატარა დახვეული მეტალის რაღაც რომ არის. მიუტანეს სკრეპი და კითხეს, მოდი მითხარით მაქსიმალურად ბევრი გამოყენება ამ პროდუქტის. ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში მოუფიქრეს 22 თუ 25 გამოყენება აი ამ სკრეპს. ძალიან რთულია რომ მოიფიქრო და მან ალბათ არიან ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხი გაერთიანებული, ასე რომ ვთქვათ, მარტივიანით. და საბავშვო ბაღში იცით რამდენი მოუფიქრეს? დაახლოებით 40-ზე მეტი გამოყენება მოუფიქრეს. ეხლა ეს რას ნიშნავს? შეიძლება მაგალითად საბავშვო ბაღში ერთ-ერთი გამოყენება ყოფილიყო, რომ შეგიძლია ეს აიღო და გაირჭო თვალში, ხო? რაც უფრო დიდ გამოცდილებას ვიღებთ ადამიანები, ჩვენი გამოცდილება ჩვენს ხედვას ავიწროვებს და ავიწროვებს. უკვე ჩვენ გვებეჭდება თავში, რომ რაღაცა არის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და
არა თუ გაკეთება არ შეიძლება, იმის დაშვებაც კი აღარ შეგვიძლია. ხო, იმიტომ რაღაც ნორმებში არ ზის. კი, ვიწროვდება და ვიწროვდება. რაც უფრო გამოცდილია ადამიანი ბიზნესში, მით უფრო ცოტაა შანსი, რომ მან გარღვევა გააკეთოს ბიზნესში. იმიტომ რომ მან უკვე იცის, რომ არა კაცო, ეს მიდგომა არ მუშაობს. და უვიწროვდება და უვიწროვდება. ეს ცუდი კი არ არის, რომ გივიწროვდება ეს ხედვა, იმიტომ რომ შეცდომებისგან გაზღვევს ეს. მაგრამ შეცდომებისგან რომ გაზღვევს ერთი ხელით, მეორე ხელით გართმევს რაღაცა ახალი კრეატიული შექმნის შესაძლებლობას. ეხლა რატომ არ ვიძახი მე ჩემს აზრს პირველი? არ მინდა რომ შევზღუდო მათი ხედვა. აი რო გითხრა რომ არ იფიქრო შიშველ მაიმუნზე, შენ პირველი ეგრევე თავში წარმოგიდგება შიშველი მაიმუნი, იმიტომ რომ არ აქვს ტვინს ეგ ფუნქცია, რომ ამაზე არ იფიქრო. ამიტომაც როგორც კი შენ მით უმეტეს თუ ავტორიტეტი ხარ იმ საზოგადოებაში, გააჟღერებ შენს აზრს, ყველას გადაწყვეტა იქნება შენი აზრის პატარა მოდიფიკაცია და სრულიად სხვა რაღაცას ვეღარ მოიფიქრებენ. ამიტომაც ჩემი მიდგომა არის, რომ ვეკითხები, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, მეუბნება ყველა თავის აზრს და ბოლოში ვაფიქსირებ მე ჩემ აზრს. რაღაცა შემთხვევებში ჩემი აზრი ჯობია ცხადია, რაღაც შემთხვევებში მათი აზრი ჯობია. აი ეს არის ძირითადად ჩემი. იმ კრეატიულ პირველ შემოთავაზების შესაძლებლობას არ უკარგავ, მოკლედ იმ ადამიანს. რომ არ ჩაიციკლოს რაღაცა ერთ გადაწყვეტაზე და არ იფიქროს იმის ირგვლივ. მე მინდა რომ პირიქით, როდესაც ვკითხულობ ხალხში, რომ მოდი გადამაწყვეტინეთ პრობლემა, მე მინდა რომ რაც შეიძლება სხვა გადაწყვეტა მოვიდეს, რომელზეც მე საერთოდ არ მიფიქრია. სხვა შორის ძალიან ცუდია, როდესაც ერთ ოთახში არიან ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ. ხა. ეგ წინსვლას და კრეატიული გადაწყვეტილებების მოფიქრებას უშლის ხელს. და ხანდახან აი მაგალითად ახლა ერთ-ერთი თანამშრომელი მყავს, რომელიც დარწმუნებული ვარ გვიყურებს და მიხვდება რომ მასზეა საუბარი, თავიდან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გქონდა ხოლმე და მუდმივად არ ემთხოვდა ჩვენი შეხედულებები და ეს ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ბევრი ცუდი გადაწყვეტილებისგან ამან მიხსნა და ბევრი კარგი იდეაც მომაწოდა, თუმცა წლები რომ გავატარეთ უკვე ერთად უკვე საშიშად დაახლოვდა ჩვენი აზრები ერთმანეთთან და ეს უკვე არ მომწონს მე და პირიქით მინდა რომ რაც შეიძლება რადიკალურად ჩემგან განსხვავებული მოსაზრება გამიზიარონ ხოლმე. კი ბატონო. ამ აი ხა თანამშრომლებზე საუბრობდით. შენ ასე ვთქვათ, შენ რეზიუმეში ქონდა მითითებული, რომ 500-მდე თანამშრომელი ასე ვთქვათ, ყოფილა შენს დაქვემდებარებაში რაღაც ეტაპზე სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით და როდესაც აი სტარტაპი ან კომპანია ასე ვთქვათ, მასშტაბს ზრდის და უფრო დიდი და დიდი ხდება, დამფუძნებას ხშირად უჭირს ხოლმე, რომელიც ასე ვთქვათ, მიკრომენეჯმენტზეა შეჩვეული, ამ კონტროლის ხელიდან გაშვება და ამ ასე ვთქვათ, სადავეების დელეგირება. ხო, დელეგირება და შენი გამოსვლებით როგორ ისწავლე დელეგირება და როგორ ენდობი სხვას, რომ როცა იცი, რომ შეცდომა შეიძლება ბიზნესი დააზიანოს და ეს fine balance როგორ პოულობ ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო კითხვა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიკრომენეჯმენტი არის ის, რაც კლავს საბოლოო ჯამში სტარტაპს. მოდი შევხედოთ ასე. არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც უნარები და მისი კომპანიისთვის, თუნდაც დამფუძნებელი იყოს და თუნდაც თანამშრომელი არ აქვს ამას მნიშვნელობა, თავის კომპანიისთვის მისი რაღაცა თვისებებით, ანუ რაღაცის კეთებით მოაქვს ყველაზე დიდი სარგებელი. მაგრამ მარტო ამას ხო არ აკეთებს, სხვა რაღაცებსაც აკეთებ, ხო? რასაც შედარებით ნაკლები სარგებელი მოაქვს. როდესაც მიკრომენეჯმენტში ჩაეფლობი ადამიანი, შენ გგონია და თან თქვათ მუშაობ დღეში რაღაცა 18 საათი, შენ გგონია რომ შენს საქმეს შენს ბიზნეს უკეთეს საქმეს უკეთებ, რომ რაღაც მთლიანად ჩართული ხარ, სხვას არაფერს არ უთმობ დროს, მაგრამ მე რა აღმოჩნდება, იცით? მე აღმოჩნდება, რომ შენ არათუ უკეთეს უკეთებ, ძალიან ცუდს უკეთებ შენს კომპანიას, იმიტომ რომ შენს ფასეულ დროს ახმარ იმ საქმეებს, რომელსაც ნაკლები შედეგი მოაქვს კომპანიისთვის და აღარ გრჩება დრო, რომ აკეთო ის, რითიც ყველაზე დიდი წარმატება მოქონდა კომპანიისთვის. მე ეს ყველაფერი ვისწავლე მწარედ, ჩემს ერთ-ერთ კომპანიაში, მწარე გამოცდილებით. იმდენად ვიხარშებოდი შიდა სამზარეულოში და ყოველდღიურ რუტინაში, რომ რაც არის ჩემი ყველაზე დიდი რითიც შემეძლო სარგებელი მომენტანა კომპანიისთვის, ეს შეიძლება იყოს თქვა სტრატეგიული ხედვა და ეს შეიძლება იყოს გაყიდვები. ამისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩებოდა და მე ბოლოში მოხდა ისე, რომ გაკოტრდა კომპანია, იმიტომ რომ არ გქონდა საკმარისი შეკვეთები. ხა. ანუ მე მოვაკელი ჩემი ძვირფასი დრო იმას, რითიც ყველაზე მეტი სარგებელი შემეძლო მომეტანა და ვაკეთე ის, რაშიც თან არც ისე კარგი ვიყავი, მაგრამ ნუ აი ის მქონდა რომ სტარტაპერი ხარ და აი მთელი დრო იქ უნდა იყო, ყველაფერი უნდა აკონტროლო. კი, ყველაფერი უნდა აკონტროლო, ყველაფერი უნდა იცოდე. აღმოჩნდა რომ ეს არ არის, მწარე გაკვეთილი მივიღე, მაგრამ ვისწავლე და ამის შემდგომ მუდმივად საპირისპიროდ ვიქცევი ხოლმე. კარგი კითხვა არის ასევე, როგორ უნდა ენდო ადამიანს.
მე მაქვს რაღაც ჩვენთან მენეჯმენტში ვასწავლი ხოლმე რამდენიმე საფეხურიანი ნდობის გაცემის რაღაცა ესეთი გზა. და მასში ყველაფერი იწყება იმითი რომ ადამიანებს კი არა ანუ იწყებ რომ აძლევ თავიდან მხოლოდ ზუსტ დავალებებს შემდეგ უკვე გადადიხარ რა გინდა გაკეთდეს და მოდი დავალებებად ჩემ თვითონვე ჩაშალე შემდეგ უკვე გადადიხარ საბოლოო ჯამში რომ ეს პრობლემა გვაქვს და მოდი გადაწყვეტა ჩემ თვითონვე მოიფიქრე. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ეტაპ ნაბიჯ თვეების განმავლობაში. სადღაც ალბათ პირველ ეტაპზე გადასვლა არის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში 2 თვის თავზე. ცხადია სხვადასხვა სფეროში ეს განსხვავდება, მაგრამ ჩემ გამოცდილებით გეტყვით რომ სადღაც პირველი 2 თვე გასცემ პირდაპირ დავალებებს, მაგრამ მე უკვე ნელ-ნელა იწყებ რომ იცი რა, ეს მინდა რომ იყოს შესრულებული და მოდი აბა შენ თვითონ მოიფიქრე როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს რა. ნელ-ნელა საფეხურ და როგორც კი დაგიდასტურებს ადამიანი რომ კი ეს გამოუვიდა, შემდეგ უკვე ოდნავ მოუმატებ. ესეა, რაღაც ესე სწრაფად გადასვლა არ არსებობს, იმიტომ რომ იმ ადამიანის ზრდა და რაღაცა უნარებში ზრდა ესე ხდება. ნამდვილად ეგრეა. აი ვისაუბრეთ ხა მიკრომენეჯმენტზე და ისევ თანამშრომლების თემაზე მინდოდა მეკითხა რომ ეხლა შენ ახსენე ლუის ენრიკე და პესეჟე და აი კარგად ყველა რომ სინერგიაში და ჰარმონიაში რო არის. ეხლა სინერგია კომპანიაში ნებისმიერ სტარტაპში უმნიშვნელოვანესი არის. აი შენი გამოცდილებით თუ გქონია შემთხვევა ადამიანის რომელიც შეიძლება იდეალური პროფესიონალი იყოს და აი ამ ინსტრუქციებს შესანიშნავად ასრულებდეს ზოგზე ინსტრუქციას არ ჭირდებოდეს, მაგრამ სინერგიისთვის ყოფილა ძალიან დამაზიანებელი და ამ კუთხით სინერგიის მნიშვნელობაზე რამდენად მოქმედებს აი ეს ფაქტორი თვითონ ადამიანების შერჩევისას, რომელთანაც იმუშავებ. პროფესიონალიზმი რო გვერდზე გადავდოთ, ანუ სინერგიას როგორ დააზიანებს. ხო, დღეს ლექციაზე ვსაუბრობდი ზუსტად მაგ თემაზე, რომ პროფესიონალიზმი უფრო მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ სინერგია არ გვითქვია სიტყვა, მაგრამ მოდი ვთქვათ ემოციური ინტელექტი. ბოლოს მაინც დასკვნამდე მივდივართ, რომ ემოციური ინტელექტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერიოდში კომპანიაში, ვიდრე ერთი პროფესიონალი, რომელიც არის თავკერძა. ძალიან კარგი სიტყვა არის თავკერძა. არსებობენ კონფლიქტური ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ კონფლიქტის გარეშე. მოდი პირდაპირ გეტყვით, რომ კომპანიაში კონფლიქტი ცუდი ყოველთვის არ არის. არსებობს კონფლიქტები, რომელიც პირიქით ზრდისთვის შეგიძლია გამოიყენო, თუმცა თუ ეს დესტრუქციულია, მაგ შემთხვევაში ალბათ უნდა მოიძიოს საიდან მოდის ეს კონფლიქტი და ვინც არ უნდა იყოს, უნდა ამოძირკო. არაფერი ისე არ აფუჭებს კომპანიაში სიტუაციას და მის გრძელვადიანი წარმატების შანსს, როგორც ერთი კონფლიქტური ან კიდე გეტყვით, წუწუნა ადამიანი. ჩემი აზრით ძალიან ცუდია, როდესაც თანამშრომელი ყავს წუწუნა, რომელიც მუდმივად წუწუნებს. მაგალითად, შეკვეთები არის წუწუნებს, რომ ვაიმე რამდენი შეკვეთა და მე შეკვეთები რო არ არის, ვაიმე რა ვაკეთო, შეკვეთები არ არის. ხო, ნეგატივი შემოაქვს. ხო, ანუ არ არის მისთვის არაფერი დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ წუწუნებს. და ოღონდ განა იმიტომ წუწუნებს, რომ რეალურად უკმაყოფილოა. არა, უბრალოდ ეს არის მისი სტილი. მაგრამ წუწუნი არის გადამდები. ისევე როგორც კონფლიქტი. კონფლიქტი და ცუდი ემოციები თუ არა ამოთქვი და შენში თუ დაიტოვე, აი თანამშრომელი ხო თქვა ვიღაცა სამ ადამიანს ქონდა კონფლიქტი, ხო? ერთმა დაიცალა, იჩხუბა, იყვირა, ის ორი იყო ჩუმად, ხო? ეს თუ შენ არ ამოუშვი ემოციური ინტელექტის ტრენინგებზე, პირველი გასწავლიან, რომ გულში შენახული უარყოფითი ემოცია ყოველთვის იზრდება. სანამ არ გამოუშვებ, იზრდება. და ბოლოში ეს ერთი მთავრდება, იცით, რომ ადამიანი გეუბნება, რომ всё, დღეიდან მე წავედი სამსახურიდან და უკვე იქ აზრი აღარ აქვს, რაც არ უნდა შესთავაზო, რაც არ უნდა მოეფერო, აზრი აღარ აქვს. უკვე იმან გადაწყვიტა, რომ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ბოლოში გავიდა, აღარ შეუძლია ამის შენახვა. ამას ხოდაშორის ხანდახან იწვევს ხოლმე არც ისე კარგი მენეჯერული მიდგომა, რომელიც არის წაყრუების მიდგომა. რომ მაგალითად თუ შენი თანამშრომელი იმდენად არ არის გაღიზიანებული, რომ თვითონ მოვიდეს შენთან ამაზე გესაუბროს, შენ კი ხვდები რომ გაღიზიანებულია, მაგრამ წაუყრუებ. რომ რაღაც არ გავქეკავ თითქოს, ეს არის კატასტროფა. იმიტომ რომ ეს უგროვდება და ბოლოში გეუბნება რომ არაფერი არც ხელფასი მინდა, არაფერი არ მინდა გამიშვი. და შენს მენეჯერი რო ხარ, თვალს ხუჭავ რომ ხო, არ შეიძლება გაღიზიანებულია, მაგრამ ისე გაღიზიანებული არა რომ მოვიდეს და გამიზიაროს. ხო, და მე რაღაცა უთხრა. არა, უნდა პირიქით მენეჯერებო ვინც გვისმენთ, მიდით და დაცალეთ ეს ადამიანი. ყოველ ჯერზე როგორც კი შეატყობ რომ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანი მიდი და ელაპარაკე. იმას როგორც კი შენ მოგიყვება, всё მორჩა. უკვე გამოუშვა იმანის და ეს უკვე პატარავდება. ეს ხაშორს კარგი ემოცია პირიქით არის.
თუ არ გამოუშვი, მაშინ პატარავდება. და როგორც კი გაუზიარებს ხვებს, მაშინ ეს იზრდება და უფრო და უფრო მეტად გათბობს. ახსენე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისება ის წუწუნის სურვილი და ეხა აი ამ მენეჯერულ პოზიციაში ძალიან ბევრი შეიძლება ტოქსიკური თანამშრომლის ან რაღაცა ტოქსიკური ეპიზოდის გამოსწრება ქონია რა. და აი ამ სიტუაციებში აი არის რაღაც ისეთი კრიტერიუმები, აი ემოციური ინტელექტი ახსენე, არის ესეთი კრიტერიუმები, რომელიც აი ძალიან ისეთი red flag-ია, რომ შეუძლებელია ეგეთ ასე ვთქვათ თანამშრომელთან საერთო საქმეში ასე ვთქვათ ჩაბმული რო იყო. სიმართლე გითხრათ, ეხლა ესე არ მახსენდება, ეს უფრო რაღაც ფსიქოლოგიის მიმართულება არის და ყველა кейსზე თვითონ უნდა დააკვირდე. ესეთი რაღაც ერთი red flag-ი რო თუ სიტყვაზე გასაუბრებაზე ეს დაინახე, ესე იგი ეს ადამიანი კონფლიქტური იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ წუთას არ მახსენდება, ამიტომაც ამაზე ეხლა ვერ გიპასუხებ. და კაი, მაშინ ეხლა რო გადავიდეთ ჯენზის თაობაზე. რეალურად ჯენზის ასე ვთქვათ კორპორაციულ სივრცეში შემოსვლასთან ერთად ძალიან ბევრი მენეჯერული მეთოდი, რომელიც აპრობირებული იყო, შეიძლება ასე ვთქვათ, აღარ იყოს მიჩნეული, როგორც ასე ვთქვათ, რეალური და სწორი. და შენ როგორც მენტორი, აი სასწავლო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, როგორ თვლი, ანუ რა სჭირდებათ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა პროფესიონალებს მოტივაციისთვის, კარგი ანაზღაურების გარდა და აი ჯენზიზე ორიენტირებულად, აი როგორც ესე ვთქვათ, რომ შეიძლება სტერეოტიპულად ჟღერს, მაგრამ ბევრად უფრო მარტივად შეიძლება ისინი მოდიოდნენ სამსახურიდან, ვიდრე ვთქვათ მილენიალები და მათი უფროსი თაობა და აი რა ბენეფიტები უნდა გქონდეთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ სუპერ პროდუქტიული და მოტივირებულები იყვნენ. კარგით. დაუბრუნდეთ ორ მიდგომას მენეჯმენტში, რომელიც არის ერთი მკაცრი იერარქიული მიდგომა, რომელიც არის ძირითადად შიში შეიქმს სიყვარულსაზე დაფუძნებული და მეორე მიდგომა არის ემპათიური მიდგომა. რატომ არის რომ ჩვენ უფრო წინათაობის ხალხი ცოტა ვერ ვგებულობთ, როგორ უნდა მოვეპყროთ და გონია რომ ისინი რაღაცნაირად ცუდად იქცევიან და არ ჯდებიან ჩვენს კორპორატიულ ეთიკაში და ასე შემდეგ. საქმე იმაში არის, რომ ჩვენი და ჩვენზე უფრო დიდი თაობა გაიზარდა ასეთ შიშში, სამსახურის დაკარგვის შიშში. ჩვენთვის სამსახურის დაკარგვა ასოცირდებოდა რაღაცა კატასტროფასთან, ოჯახის დანგრევასთან ასოცირდებოდა დაახლოებით სამსახურის დაკარგვა. დღეს ჯენზი მიცის, რომ სამსახურის დაკარგვა ერთი კარის დახურვა ნიშნავს სხვა კარების გაღებას. ამიტომაც შიშზე დაფუძნებული მენეჯმენტი მათთან ვეღარ ჭრის. აი ეს არის მთელი ამბავი, რომ ჩვენ რო ვიცით, რომ შიშზე უნდა იყოს ეს ყველაფერი დაფუძნებული, ისინი ხოდა იმათვის მათზე ეს არ მუშაობს, რა ვიცი, გამიშვებ უკეთეს სამსახურს ვნახავ. ხვალ რაღაც სხვა გამოჩნდა. და პრობლემაა, კი, იმიტომ რომ მათთვის სამსახურის დაკარგვა აღარ არის ტრაგედია, ამიტომაც ის მოტივატორები, რა მოტივატორები შეიძლება ჩვენს და ჩვენს ზედა თაობაზე მუშაობდა, მათზე აღარ მუშაობს. აი ეს არის მარტივი პასუხი. რა შეგვიძლია ვქნათ ამ შემთხვევაში? ეს არის საკმაოდ დიდი თემა, რომელსაც ასევე ვასწავლით ხოლმე, თუმცა ეს არის ემპათიური მიდგომა. მე მიყვარს აი ასეთი რაღაცის თქმა, რომ არასდროს შეუსრულო თანამშრომელს თხოვნა. ან შეუსრულე იმაზე მეტი, ან საერთოდ უთხარი რომ არ უსრულებ. მოდი მაგალითი განვიხილოთ, რომ მიხვდეს ჩვენი მსმენელიც რაც გულისხმობ. წარმოვიდგინეთ, თქვათ ადამიანი გეუბნება, რომ ჩემი შვილი გახდა ავად და თუ შეიძლება 6 საათის მაგივრად 5 საათზე რომ გამიშვა სახლში. და თქვათ არის დილის 12 საათი, ხო? სტანდარტული მიდგომა არის, რომ ნუ კარგი, რადგან შვილი ცუდად გაგიხდა, გაგიშვებ 5 საათზე. მაგრამ მე ვიცახი, რომ სრული არ უნდა შეუსრულო თანამშრომელს. აბა რა უნდა ქნა? თუ მისი მიზეზი არის რეალურად საპატიო, მაშინ ამ შემთხვევაში შენ უნდა უთხრა, რომ 5 საათზე კი არა. ეხლავე გაგიშვებ, მოდი მითხარი, რა საქმეები გაქვს დღეს სასწრაფო, ვიღაცებს გადაუნაწილოთ, მეც გადავინაწილებ მათ შორის და რადგან ესეთი რთული სიტუაცია გაქვს, ეხლავე გაგიშვებ. ეს არის ემპათიური მიდგომა, რომ შენ ესე იგი ხვდები იმ ადამიანის გასაჭირს და იმდენად მისი ტკივილი შენი ტკივილი ცხდება, რომ არ შეგიძლია რომ ამაზე არ ირეაგირო. მაგრამ თუ გეუბნება, რომ დასალევად გვინდა ბიჭებს წასვლა და 6 საათზე და მოდი 5 საათზე გამიშვი, მაგდროს მე ვეუბნები, რომ ძალიან გთხოვ ასეთი
ცუდი იმით რა ქვია პირობით მეორეჯერ ჩემთან აღარ მოხვიდე და ასეთი ცუდი თხოვნით ჩემთან მეორეჯერ აღარ მოხვიდე საერთოდ აღარც გააჟღერო ასეთი თხოვნა ჩემთან ეგ რაშია საქმე როდესაც ადამიანი გთხოვს რომ თქვა ბავშვი გაუხდა ავად და გამიშვი 1 საათით ადრე და შენ ამაზე ეთანხმები შენ ამითი კარგი ადამიანი კი არ ხდები მის თვალში აბა რა უნდა გექნა რაც იყო საჭირო ის გააკეთე მაგრამ როდესაც შენ ეუნები რომ რას ამობ რაც მთხოვე იმაზე მეც გაგიკეთებ თუ ასეთ გასაჭირში ხარ მაშინ ის უკვე შენ გაფასებს და მისთვის შენ ხარ მოდი ასე ვთქვათ კარგი ტიპი და მე შენ რომ დაგჭირდება და შენ თუ სტარტაპში ხარ აუცილებლად დაგჭირდება მისგან ასევე რაღაცა დახმარება ის აღარ გეტყვი რომ იცი და ჩემი სამუშაო საათები დასრულდა შენ თუ მომიდექი მე ემპათიურად მეც შენ მოგიდგები ემპათიურად ეს ყოველთვის ეს ხელი ხელზვანს პრინციპი two-way street არის ნამდვილად ემპათია ახსენე და ეხლა ერთი კითხვა მომაფიქრდა რომ კი გეთანხმები ემპათიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირ ასე ვთქვათ კორპორატიულ სივრცეში უბრალოდ მანაც ხო არის რაღაც ოქროს შუალედი და მანაც ხო არის რაღაც ცოტა არ იყოს ბეწვის ხიდი რომ რაღაც კუთხით ხომ არ იზრდება აი ძალიან ემპათიური დამოკიდებულებით შენ მაგალითებზე დაყრდნობით არ ვიცი ზოგადად აი თქვათ ჯენზიზე ან სხვაზე რომ ასე ვთქვათ კონტროლი გახდეს ძალიან რბილი შესაბამისად კომპანია რა რაღაცა სამუშაო გახდეს ცოტა არაეფექტური რა ანუ აი მაგ კუთხით რისკებიც ხო არსებობს და აი მაგაზე რას გვეტყოდი ორი სიტყვით კი ბატონო ამ შემთხვევაში მე შემომყავს ორი კონცეფცია რომელიც არის ერთი კონტროლირებადი დისტანცია და მეორე არის შინაგანი მოტივატორები მიუყვეთ თანმიმდევრობით რა არის კონტროლირებადი დისტანცია კონტროლირებადი დისტანცია გეუბნება რომ შენ თუ ხარ ზედმეტად მკაცრი უფროსი რა შვებიან ის შენი თანამშრომლები შეცდომებს გიმალავენ რაღაცა რომ გატყდება ნოხის ქვემოთ შეყრიან ამას მაგრამ ამით ხო ის პრობლემა არ ქრება და მით უმეტეს დამალული შეცდომა უფრო ძვირიგიჯდება კომპანიას ვიდრე გაჟღერებული შეცდომა ზედმეტი სიმკაცრე და თუ იცის რომ რაღაცა თუ შეეშალა შენ იმას ძალიან მკაცრად მოექცევი ის უკვე დაგიმალავს ყველაფრის ფასად დაგიმალავს ამ შეცდომას და ეგ არ ვარგა მეორე მიდგომა არის მეგობრობა თანამშრომლებთან მე მჯერა რომ თანამშრომლებთან მეგობრობა არ შეიძლება იმიტომ რომ კრიტიკულ სიტუაციაში შენს ავტორიტეტს ეს ძალიან აზიანებს კრიტიკულ სიტუაციაში შენ მოგიწევს მათი გათვალისწინება მაშინ როდესაც არ უნდა გაითვალისწინო თუ ემეგობრებ იმიტომ რომ მეგობრისგან სხვა რაღაც არის მოსალოდნელი და უფროსისგან სხვა რაღაც არის მოსალოდნელი ჩემთვის ამისი კონტრბალანსი აი შენი ემპათიის კონტრბალანსი არის ასეთი რამ რომ მენეჯერი ხელმძღვანელი რასაც იტყვის ის ყოველთვის უნდა შესრულდეს ანუ არ შეიძლება მენეჯერმა რაღაც თქვა და ის მე ბოლომდე არ მიიყვანო აი აქ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე მაგალითად ეუბნები რომ მეორეჯერ თუ დააგვიანებ სიტყვაზე ვიზახი მაგის გამო ალბათ არ უნდა გაუშვათ თანამშრომლები მაგრამ კიდევ ერთხელ თუ დააგვიანებ მე შენ სამსახურიდან გაგიშვებ მოვიდა ის კიდევ ერთხელ დააგვიანები და ეუბნება ეს ბოლო იყო კიდევ ერთხელ თუ მართლა მოხდება შენი ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნახეთ მე რა ხდება ის რომ შენ უბრალოდ ლაპარაკობ და ყველა მიცის რომ შენ არაფრის თავი არ გაქვს ასევე არის ჩხუბიც ძალიან არ მიყვარს თანამშრომლებთან ჩხუბი მით უმეტეს ყვირილი არ შეიძლება და ვინც ასე იქცევით ძალიან გთხოვთ ნუ არ მოიქცევით ასე და რა ხდება ხოლმე მაგ შემთხვევაში იცით რომ აი გაგიგიათ ასეთი გამოთქმა მყეფარე ძაღლი არ იყბინებაო ხო შენ თუ ხარ მყეფარე ძაღლი რომელიც ჩხუბობს მაგრამ რეალურად მე შედეგი არ დგება არანაირი ხო მე როგორი რეაქცია აქვს კაი ეხა იყვირებს და გაჩუმდება რა ამიტომაც ეგეც არ შეიძლება მნიშვნელოვანი არის რომ თუ რამის ბოლომდე მიყვანა არ შეგიძლია მოდი ნურც იტყვი რა აი ორჯერ დაფიქრდი ხოლმე იქამდე სანამ რაღაცა მუქარას გააჟღერებ ორჯერ დაფიქრდი რომ შეგიძლია კი ამის ბოლომდე მიყვანა და თუ არ შეგიძლია მოდი ნურც იტყვი იმიტომ რომ როგორც კი შენ რაღაცას იტყვი და შენს თანამშრომელს აქვს იმის უფლება რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს რომ ეს შესასრულებელია თუ არ არის შესასრულებელი იქ უკვე შენი ავტორიტეტი აღარ არსებობს ამიტომაც ესე იგი რაღაცა კონტროლირებადი დისტანცია არის რომ აუცილებლად შენი ნათქვამი ყოველთვის ბოლომდე მიიყვანე ოღონდ ეს იყოს ორჯერ დაფიქრებული ნათქვამი მეორე მხრიდან მიახმარე ამას აუცილებლად ემპათია და არ იყო იმდენად მკაცრი რომ ამის გამო შენ დაგიმალონ ამბები ძალიან ასე ვთქვათ ლოგიკური და ძალიან ესეთი გონივრული და საინტერესო მიდგომა არის ნამდვილად ეხლა ცოტა რომ შევცვალოთ თემა შენ გაგვიზიარე რომ 19 წლის ასაკში ბინა გავყიდე და ბიზნესი დავიწყეო და მე როგორც ვიცი Shark Tank-ის გამარჯვებულიც ხარ, ასე ვთქვათ, შენ თანადამფუძნებელთან ერთად. აი ამ, ასე ვთქვათ, ეროვნულ და საქართველოს დონეზე
დიდ წარმატებაზე რომ მოგვიყვე. ზოგადად რა პროექტი იყო, რა იდეა იყო და ეხლა თუ კიდევ აგრძელებს ასე ვთქვათ ფუნქციონირებას და ეხლა რა ეტაპზე არის ეს თქვენი ბიზნესი? კი ბატონო, ეს ყველაფერი იყო we do food-ზე. ეს სიტყვაც გეუბნება we do food, ანუ რაღაცა ჩვენ ვაკეთებთ საჭმელს, მარტივად რო ვთქვათ. ვიცით რომ მეიქ არის, მაგრამ მაინც ასეთი სახელი შევარჩიეთ. თან იწერება არასწორ ინგლისურად. ხო, და მაგაზე გვაქვს მოგებული როგორც ჯიტას გრანტი, ასევე რამდენიმე საგრანტო პროგრამა და ასევე მე ბოლოს იყო ამის დაგვირგვინება Shark Tank-ი და კონცეფცია იყო როგორი. როგორც მე თქვენ გითხარით, ყოველთვის ბიზნესი იწყება პრობლემიდან. ანუ თუ არ არსებობს რეალური პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ადამიანი ფულს გადაიხდი და ესე იგი შენი ბიზნესიც არ არსებობს. და ბიზნესი ფასეულობას ქმნის, იმის მიხედვით, რამდენად დიდ პრობლემას უჭრის შენს მომხმარებელს. კარგით, ეს ვიცით. დაიწყო პანდემია. არ გვაქვს არანაირი ბიზნესი, მე არასდროს ცხოვრებაში მანამდე სამზარეულოსთან შეხება არ მქონია გარდა იმისა, რომ კვერცხი შემეწვა და გადავწყვიტე, რომ მქონდა საკმაოდ კარგი დანაზოგი უკვე გაკეთებული მანამდე. პლუს ამას არაფერი აქტიური ცხოვრება მაინდა-მაინც არ მიდიოდა, აქტიური ბიზნესიც არ მიდიოდა და მოდი მეთქი გავაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და სხვა შორის ეს ყოველთვის შეცდომა არ არის, რომ რაც შენ ძალიან გიყვარს ის გააკეთო, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე შეცდომა. იმდენად რომ გიყვარს რაღაცა, რომ გგონია რომ ყველასაც ეყარება, ხო, მაგიდან არ უნდა გამოხვიდე რა. და მოდი გავაკეთოთ პირველი ქართული მექსიკური რესტორანი. და ნუ ცხადია მაშინ უნდა გაგვეკეთებინა გამოძახების რესტორანი, იმიტომ რომ ადგილზე მისვლა აღარ შეიძლება. გავაკეთეთ ასეთი რესტორანი და ვნახეთ რომ რამდენიმე პრობლემა გვქონდა. პირველი პრობლემა იყო ჩვენი ის, რომ ძალიან დიდი ფული დაჯდა ადგილის შერჩევა, ამ ადგილის გარემონტება ისე რომ HACCP სტანდარტები და სურსათმფლობის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, შემდეგ ამის აღჭურვა, აი მაგალითად მაცივარი თუ ადამიანებს გონია რომ ღირს 1000-2000 ლარი, როგორც კი ეს არის კომერციული მაცივარი, იწყება 1-0-ით მეტი, 10000-200000 ლარი. კი ბატონო, კი ბატონო. და აბსოლუტურად მაგიდიდან დაწყებული ყველაფერი 1-0-ით მეტი ღირს კომერციულ სამზარეულოში. და საკმაოდ ძვირი ჯდებოდა ამ ყველაფრის შეძენა. და ეს იყო ერთი მხარე პრობლემა, რომ მოკლედ ამ ბიზნესში შესვლა თუ გინდა, ერთის მხრივ სადღაც 100000 ლარი გჭირდება დასაწყებად, ეს ყველაზე ცოტას ვიძახი, ძალიან პატარა სამზარეულო რომ გააკეთო. და მეორეს მხრივ გაქვს ყოველთვიური ფიქსირებული ხარჯი, ნუ ეს პატარა სკეილზე რო ვთქვა, სადღაც მინიმუმ 10000 ლარი. ხო? და ამ პრობლემას როდესაც აწყდები ადამიანი და თან გინდა რომ დაიწყო და მოსინჯო რაღაცა, ნუ ეს არის ხანდახან გარდაულახავი პრობლემა. რო ვნახეთ რომ აქ იყო პრობლემა, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? მოდი შევუქმნათ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ გაცილებით იაფად და გაცილებით ნაკლები ექსპერტიზის საჭიროებით დატესტონ ასეთი ბიზნესი. და შევქმნით we do food. კონცეფცია იყო ასეთი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ვთქვათ, თავისი ბებიის რეცეპტებით გაეხსნა თავისი გამოძახების რესტორანი. რომელი და სულ რაღაც 2 კვირაში და პროცესი იყო ასეთი. მოდიოდა ჩვენთან, გვეუბნებოდა რომ მე მაქვს ასეთი რეცეპტები, ან ასეთი იდეა, შეიძლება რეცეპტი არც ქონოდა, უბრალოდ ასეთი იდეა. იმდენი უცნაური იდეა შემოვიდა ჩვენთან ამ პერიოდში, რომ შეიძლება გადაირიო ადამიანი. გვაქვს ასეთი იდეა, იხდი და ძალიან მიზერულ თანხას 3-4000 ლარს, რომელიც იყო რომ ტესტირება მოკლედ გაგვეკეთებინა ამ კერძების. და აი გაგაწყვეტინებ, თქვენ რა პლატფორმას ქმნით, ანუ თქვენ ჩაუშვებდით მე ამ კერძებს, რომ აი გეტყვით მივალ მაქამდე. ესე იგი ჩვენ მქონდა ერთი დიდი ცენტრალიზებული სამზარეულო, რომელშიც მქონდა ძალიან დიდი წარმადობა, რესურსი მქონდა ძალიან ბევრი რაღაცის წარმოების. მოყავდა ადამიანი, მოქონდა მას თავისი რეცეპტები, ძალიან მცირე თანხას იხდიდა რომ დაგვეტესტა, როგორც კი მოეწონებოდა მას უკვე რომ აი ამას იზახდა რომ შევ ვარტყავ ბეჭედს ეს კარგია. მაგ შემთხვევაში ვეუბნებოდით რომ შენ ჩემგან იყიდი ამ პროდუქტს სიტყვაზე 5 ლარად. მაგრამ რამდენად გაყიდი, ეს არის 100% ჩენზე დამოკიდებული. გინდა გაყიდე 3 ლარად და წადი ზარალში და გინდა გაყიდე 103 ლარად და წადი ზემოგებაში. და პროცესი იყო ასე. ჩვენ მქონდა სამზარეულო, ჩვენ მყავდა ადმინისტრატორი, ის იღებდა, უბრალოდ ჩვენვე ვიღებდით საკურიერო კომპანიების პლანშეტს, გვედო ჩვენს ოფისში. მოდიოდა შეკვეთა ამ პლანშეტზე, შეფის თქვენი. ყველაფერი მზარეულის ჩვენი იყო, პროდუქციასაც ჩვენ ყიდულობდით, ნედლეულსაც ჩვენ, ყველაფერს ჩვენ ყიდულობდით. ის ადამიანი უბრალოდ აკეთებდა მარკეტინგს და sales promotions, ანუ გაყიდვების წახალისებას, დანარჩენს აბსოლუტურად ვაკეთებდით ჩვენ, ნულიდან ბოლომდე. შეფუთვამდე. შემოვიდოდა შეკვეთა, დავამზადებდით კერძს, შევფუთავდით, ჩვენივე თანამშრომელი მისცემდა ამას კურიერს, კურიერი მიუტანდა ვიღაცას სახლში, და ეს ადამიანი ისდა ჩუსტებით სახლში და უბრალოდ აკეთებდა მარკეტინგს. და ნახეთ რა იყო
სამზარეულოში ძალიან რთული არის აი ეს შავი საქმე, რასაც ქვია, კონტროლი მარაგების, კონტროლი გაფუჭებული პროდუქტის, ამის დამზადება, ხარისხის კონტროლი, აი უამრავი რაღაცა არის, რომელშიც, როდესაც ადამიანი იწყებს ამ ბიზნესს, საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომ ამასთან შეიძლება შეხება მოუწიოს და ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება რა. ამიტომაც ჩვენ ამისგან ყველაფრისგან ვათავისუფლებ და ვეუბნებით, რომ შენ აკეთე სახალისო საქმე, რაც არის მარკეტინგი. შენი ბების რეცეპტები გაყიდე სახლიდან. მოიფიქრე კონცეფცია და გაყიდე არეკლამე ეს ყველაფერი. მე როგორც დილეტანტისთვის, ანუ ეს არის რეალურად cloud kitchen-ის კონცეფტი. ზუსტად ეგ არის, რომ იცოდეთ, ეს მოვიფიქრეთ ჩვენ, მხოლოდ ამის მერე დავსერჩეთ და აღმოჩნდა რომ სხვაებიც აკეთებდნენ უკვე. არა ცხადია საქართველოში, არამედ უცხოეთში, კიტოპი იყო მე მგონი ყველაზე დიდი კომპანია მაშინ, რომელმაც აზიიდან დაიწყო ამისი კეთება. ჩვენ არ გავკეთებია პლაგიატი მარტივად გაგითხრათ. ჩვენ მოვიფიქრეთ და ნუ შემდეგ ვნახეთ და ყოფილა ასეთი იდეა და მუშაობდა და რაღაცები მე მათგანაც რა თქმა უნდა გადმოვიწერეთ პროცესებთან დაკავშირებით. ხო, რამდენად ახლა დღეს მუშაობს ეს კონცეფცია? ეს კონცეფცია დღეს აღარ მუშაობს, ეს კომპანია დღეს მუშაობს და შეიცვალა პივოტინგი გავაკეთეთ, რაც არის რაღაცა შენი შემოსავლის წყაროს რადიკალური ცვლილება, ანუ ბიზნეს მოდელის ცვლილება. და მაგაზეც მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რამდენად აუცილებელია დღევანდელ სამყაროში მოქნილობა კომპანიისთვის და არა რაღაც ჩაპიჭინება შენ ერთ იდეაზე რომ ეს უნდა ვამუშაო. აღარ მუშაობს ეს იდეა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს დარჩა სატესტო პლატფორმად. ანუ, ნახეთ, ადამიანი მოდიოდა ჩვენთან, ვისაც ჰქონდა ცოტა გაყიდვები, თუ ამუშავდებოდა და ავიდოდა რაღაცა თვეში 100,000 ბრუნავს გადაცდებოდა, იმ ადამიანს უჩნდებოდა უკვე ამბიცია, რომ მოდი მე ჩემის გავაკეთებ უკვე. ნახე ამ ხელა გაყიდვები მაგ და ჩემით გავაკეთებ. და გამოდიოდა რომ ჩვენ გვჩებოდა მხოლოდ წამგებიანი კომპანიები და მომგებიანი კომპანიები მიდიოდნენ. შორდებოდნენ თქვენ. კი ბატონო, ანუ როგორც კი კომპანია გახდებოდა ჩვენთვის მომგებიანი, სამ თვეში გვტოვებდა. ამიტომაც ამ კონცეფციამ ვერ მუშავა, ანუ რაღაცა ეს ფსიქოლოგიური ამბავი გავმაზეთ, რომ ადამიანს გაუჩნდება მე ეს ამბიცია რა, ლოგიკურიც არის ეს ამბიცია. მე კი ბევრმა თავბედი არ გამოდიოდა, რომ იცით რა. ხელშეკრულებაში რომ ჩაგვედო ეს? არა, ხელშეკრულებაში ჩაგედოთ რა, ისედაც ხელშეკრულებაში ბუნებრივი უნდა ჩაგედოთ თუ აირჩევდით, მაგრამ მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი რო ეგ ყოფილიყო საწყის ეტაპზე, რომ თუ ესე იქნება. იყო. მაგრამ რა სიზამ. ხო, მესმის. ნუ საქართველოს სხვაშორის ერთ-ერთი პრობლემატური საქმე ბიზნესში რაც არის რომ სასამართლოში წასვლას არანაირი აზრი არ აქვს. არის წლების საქმე, თუ საერთოდ როდესმე გამსვლელი ხარ ბოლოში, მაინც არის წლების საქმე და ეს ძალიან აფერხებს და ჩემი ეს ალბათ ამის გამოსავალი ალბათ არბიტრაჟი უნდა იყოს ამ საქმეში დილეტანტი ვარ და თქვენ უფრო მეტად შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ფიქრობ რომ რაღაცა უნდა არსებობდეს ისეთი, რომელშიც სწრაფად მიიღებ რაღაცა შედეგს რა. და მაგიტომაც ნუ კი ვდებდით ხელშეკრულებაში სამ ამბავს, რომ არ შეიძლება რაღაც 11 თვის განმავლობაში იგივე, მაგრამ ნუ მაგას აზრი არ აქვს. მესმის. ხო, შემდეგ ესე იგი რომ ვნახეთ რომ ეს კონცეფცია არ მუშაობდა გადავეწყეთ, დავფიქრდით რომ რა აქტივი გაგვაჩნია, გვაქვს ეს სამზარეულო, გვაქვს ეს აღჭურვილობა და მოდი ამ აქტივით ფული როგორ ვიშოვოთ, ოღონ სხვა გზით. და ნუ შევცვალეთ სხვა პროფილით. ხო, კონცეფცია და დღეს მიზუ кейთერინგი არის, გადავკეთდით кейთერინგ კომპანიად, რომლებიც როგორც ვთქვათ, თანამშრომლების კვებას უზრუნველყოფთ, აი სტაფის კვებას რასაც ეძახიან ყოველდღიურს, ასევე ღონისძიებებს, кейთერინგს, წვეულებებს და ასე შემდეგ. დღეს ეხლა აი ამ მიმართულებით ვართ, იმიტომ რომ გქონდა ძალიან დიდი აქტივი იმის სახით, რომ გქონდა უდიდესი სამზარეულო და ჰასპის სტანდარტებზე გაწყობილი და აღჭურვილი ბოლომდე, რაში გამოვიყენოთ და გამოვიყენეთ ძველ ნაცად кейთერინგში. გასაგებია. ეხლა შენ ახსენე შენ თვითონ რომ მნიშვნელოვანია მართლა ძალიან რომ რაღაცა შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანური იდეა, მერე აღსრულდეს, მაგრამ რაღაც ეტაპამდე რომ მიდის, მერე ნუ აღარ არის ესეთი პრაქტიკული, როგორც თქვი, აი რა პრობლემასაც შეეჩეხეთ და აი ეს მოქნილობის შენარჩუნებაზე ბევრი დარწმუნებული ხარ სკეპტიკოსებიც იქნებოდნენ, არ ვიცი შენ ხო თანადამფუძნებელიც ყავდა, შეიძლება ბევრი აზრი ყოფილიყო იმაზე, რომ მოდი რა, რაც დაწერა კომპანიამ ავიღოთ და მეგობრულად დავიშალოთ და აი ეგ მომენტი როგორია რა, როცა original ideas არაწვევი, მაგრამ აი ამის სათანადოდ გადაკეთებაც კიდე ხო ძალიან ისეთი საკვანძო არის და ხო შეიძლება არანაკლებ მომგებიანი იყოს და აი ეგ რო გაგვიზიარა. ხო, ჩემი აზრით, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის, რომ ვარ მოქნილი. ხო. და არ ვჯიუტდები ჩემს შეცდომებში და ჩემს იდეებში.
და არ მაქვს რაღაც ისეთი წარმოდგენა, რომ რადგან მე ეს იდეა მომივიდა, ესე იგი კარგია ეს იდეა რა. თუ ხედავ რომ ბაზარი იცვლება, თუ ხედავ რომ რეაგირება ჩემს პროდუქტზე იცვლება, მე ვცდილობ რომ მის ადეკვატურად შევიცვალო. მით უმეტეს დღეს იმდენად სწრაფად განვითარებადი არის ბაზარი, რომ გამორიცხულია რაღაცა კონცეფცია ქონდეს ერთი და ამას უბრალოდ არ მოვარგო. Pivoting შეიძლება არ იყოს ოდნავ მცირედი ცვლილება, pivoting არის ალბათ უფრო ქვია რადიკალურ ცვლილებას, აი როგორც თქვა, იქ გავაკეთე და რომელიც არაერთხელ გამიკეთებია სხვა კომპანიებში. რაც შეეხება დამფუძნებლებს, შეიძლება ამ საქმისთვის, აი ვიდუფუდისთვის მართლა გაგვენებებინა თავი, რომ არა ჩემი პარტნიორები, რომლის ფულსაც მე განუკარგავდი. ანუ მე ეს რომ ჩემი ფული ყოფილიყო მხოლოდ, აუცილებლად აი როგორც კი ის კონცეფცია დავასრულეთ, ვიტყოდი რომ მე ამან იმდენად გადამღალა და იმდენად დამტანჯა, რომ ამ საქმეს უნდა შევეშვა. გავყიდიდი რაც ქონდა აქტივი და კარგად წავიდოდი სახში დავისვენებდი. მაგრამ ვინაიდან მე მებარა ჩემი რამდენიმე პარტნიორის ფული და მე ვფიქრობ რომ პარტნიორის ფული უფრო მოსაფრთხილებელია ვიდრე შენი პირადი ფული, ამიტომაც მე უფლება ფაქტობრივად არ მქონდა ჩემ თავთან, რომ მე თქვა რომ იცით არ იმუშავა ამან, მოდი ქუდი დავიხუროთ რა. ამიტომაც დღემდე 4 წელია სხვადასხვა მეთოდებს ვცდილობ რომ მათი ჩადებული ინვესტიცია რამენაირად გავამართლო და მოგებით დავუბრუნო რა და ამას რომ მივაღწევ, მე დავჯდებით და სუფრის ირგვლივ ალბათ გადავწყვეტ შემდეგ როგორ გავაგრძელოთ. თვალშორის pivoting-ზე ერთი საინტერესო ისტორია მინდა მოგიყვეთ და არა მარტო pivoting-ზე, არამედ არის წარსული დანახარჯის კონცეფციაზე. აჰა. რას ნიშნავს წარსული დანახარჯი? ხო, ბევრი ადამიანი აგრძელებს რაღაცა საქმის კეთებას იმის გამო, რომ ამაში უკვე ამდენი დრო და ფული მაქვს ჩასხმა. და ისე ინვესტიცია აქვს და attachment-ი აქვს. კი ბატონო, აი მიბმული აი თავის წარსულ დანახარჯზე. ერთი რაღაც უნდა იცოდეთ და ამ კონცეფციას თუ არ გაიაზრებთ, ძალიან ბევრს კარგავ ბიზნესში, რომ წარსული დანახარჯი ჩათვალე რომ არ არსებობს. არანაირი აზრი დღეს ამას არ გააჩნია, რამდენი დრო გაქვს ადრე დახარჯული ამაზე, ამ რამდენი ფული. მაგალითად ერთ-ერთ არ დავასახელებ ბიზნესს, ტურისტულ მიმართულებით გქონდა, სადაც შევქმენით მე და ჩემმა პარტნიორმა პროდუქტი, რომელშიც დავხარჯეთ 100,000 ლარზე გაცილებით მეტი რაღაცა პროდუქტის შექმნაში და ვნახეთ რომ ნახევარ წლის განმავლობაში ამ პროდუქტს არ ქონდა საერთოდ გაყიდვა. და მაგრამ ვნახეთ რომ შესაძლო იყო, ჩავატარეთ იქ კვლევა, დაკვირვება და ასე შემდეგ და შესაძლო იყო არა ამ პროდუქტით, არამედ უბრალოდ იმ ინფრასტრუქტურით, სადაც ჩვენ გქონდა, სრულიად სხვა პროდუქტი გაგვეყიდა, რომელსაც გაკეთება საერთოდ არ ჭირდებოდა. მზა პროდუქტი იყო, სხვისგან უნდა გვეყიდა და ჩვენ უბრალოდ ძვირად გაგვეყიდა. და სადღაც ალბათ 2 დღის ფიქრი დაგვჭირდა მე და ჩემს პარტნიორს და გვეთქვა, რომ წყალშიც გადავყარეთ ის ფული და გავანებოთ იმას. თავი მოდი მთლიანად გადავაგდოთ ის პროდუქტი, დავივიწყოთ რო არსებობდა და დავიწყოთ ამის ფულის შოვნა. და პანდემიამდე ამითი რაც ჩადებული ფული ქონდა დავიბრუნეთ და პლუსშიც გავედით რა. მაგრამ წარმოგიდგენთ ხა მეორე ადამიანის ფიქრი, რომელიც იძახის რომ 2 წელი თითქმის დავკარგე ამ პროდუქტის შექმნაზე და აი ამ პროდუქტმა უნდა მაშოვნინოს ფული. აი როგორც კი ასე მივდგები რომ არა იმ პროდუქტმა უნდა მაშოვნინოს ფული, იმიტომ რომ ოფლი დრო და ფული ჩავასხი მაგაში, ხო? მაშინ ხარ უკვე დაღუპული როგორც წესი რა. ხო, იმიტომ რომ ახალ ფურცელს ვეღარ შლი რა. ხელახლა ნოლიდან დაწყების ისა შესაძლებლობა აღარ გაქვს. კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა და ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც დღესაც ჩემი პარტნიორია, იზახის ხოლმე ასე რაღაცას, რომ მხოლოდ სულელი ადამიანი თუ გადაიხდის კარგ ფულს, ცუდი ფულის გაცოცხლებაშიო. ცუდი ფული არის ის ფული, რომელიც უკვე დახარჯე და კარგი ფული არის ის ფული, რომელიც ჯერჯერობით ჯიბეში გიდევს. და თუ ხვდები, რომ იმ საქმიდან არაფერი გამოდის, მარტო იმის გამო რომ ის ცუდი ფული დაიბრუნო რამენაირად, შენი კიდე იმ ფული, კარგი ფულის დახარჯვა არის კატასტროფა. იმიტომ რომ ამ ფულსაც ცუდ ფულად აქცევ და მე ბოლოში უბრალოდ იმით დამთავრდება, რომ კარგი ფული საერთოდ აღარ გექნება და უნდა იტირო მე ძალიან ბევრ ცუდ ფულზე. ცუდ ფულზე უნდა იყოს. ერთ-ერთი შენი პრეზენტაცია, აი ხა პარტნიორები ახსენე ზუსტად და ერთ-ერთი შენი პრეზენტაციისას თუ არ ვცდები, ამბობდი რომ ყოველ შემთხვევაში შეადარე ბიზნეს პარტნიორის მნიშვნელობა და არჩევის სირთულე ცხოვრებისეულ პარტნიორის არჩევას რა. ხო და ნუ ხა ბუნებრივია რომ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკვანძო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის და ზოგადად რა არის თავარი ფილტრი შენი გადმოსახედიდან ბიზნეს პარტნიორობის პარტნიორის შერჩევისას და თუ გამოყოფდი აი რაღაცა ძალიან მთავარ red flags იმ ისეთ თვისებას ან ისეთ რაღაცა მახასიათებელს ან რაღაც ისეთ გარემოებას, რომელიც იმ პარტნიორთანაა დაკავშირებული, რის გათვალისწინებითაც მასთან ასე ვთქვათ, აი ამ საქმეში არ შეხვიდოდ. ძალიან კარგი კითხვა. ესე იგი დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ადამიანს მოგივიდა ბიზნეს იდეა, რითი იწყებ? რომ ვისთან ერთად დავიწყო ეს ბიზნესი, თუ მარტომ დავიწყო
და მეორე ფული საიდან მოვიტანო. მოდი ჯერ ცოტა ხნით ფულზე გავჩერდეთ, რომ ფულის წყარო შეიძლება იყოს შენი ჯიბიდან მოიტანო ფული, იყოს შეიძლება პარტნიორთან ერთად მოიტანო ფული, შეიძლება იყოს რომ ბანკიდან მოიტანო ფული, შეიძლება იყოს რომ ინვესტორისგან მოიტანო ფული. ძირითადად საქართველოში ეს ამბებია მარტო და ნუ კიდე შეიძლება რაღაცა გრანტი მოიპოვო, თქვათ ეგ დამატებით ბონუსად. მაგრამ ძირითადად არის ეს არჩევანი რა. მე ვარ ადამიანი ისეთი, რომელსაც მარტო აზროვნება არ გამომდის. მარტო თუ ვზივარ ოთახში, ვერაფერს მე ვერ მოვიფიქრებ. მაგრამ საკმარისია შემოვიდეს ნებისმიერი ადამიანი, მას რომ ველაპარაკები აზრი, კარგი აზრები მომდის მხოლოდ მაშინ. ანუ რაღაც საუბარში, კამათში, დისკუსიაში მომდის კარგი აზრები მხოლოდ. ყველა ასეთი არ არის, რა თქმა უნდა და კიდევ კარგი არ არის. ამიტომაც იყო რომ რაც კი ბიზნესი მქონია, ყველაში მყავდა პარტნიორები. გარდა ბოლო ბიზნესისა. ბოლო ბიზნესში მივხვდი რომ პარტნიორი არ არის აუცილებელი და თუ გინდა ადამიანი უბრალოდ რომელიც შენ დაგელაპარაკება, აიყვანე ისეთი თანამშრომელი, რომელიც პარტნიორობას გაგიწევს. არ იქნება მეწილე, მაგრამ იქნება ფაქტობრივად შენი პარტნიორი და ასეთი მყავს ახლა ბოლოს 2 ვიქსში ზუსტად ასეთი კადრი. და ვფიქრობ რომ ეგ ერთ-ერთი ძალიან კარგი მიგნება. კარგით, რატო იყვანენ ადამიანები პარტნიორს გარდა იმისა, რომ თქვა თუ გჭირდება უბრალოდ მეორე მოაზროვნე თავი. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფული, რომ მე ფული არ მაქვს, მე მაგიდია იმას აქვს ფული და დავაი შევიკრებით და მაგარი ამბავი გამოვა. მე აქ მაქვს ასეთი მიდგომა რა. ხო არსებობს 3 ვარიანტი ბიზნესის განვითარების. ერთი რომ გაკოტრდი, თქვა 1 წელიწადში, ერთი რომ ძალიან მაგარი ფული შევ 1 წელიწადში და ერთი რომ აი ტივტივებ რა. პირველ ვარიანტში თუ გაკოტრდი და შენი პარტნიორის ფული წააგე, შენ მორალურად მაინც შეიძლება ფურცელზე არ ხარ ვალდებული, მაგრამ მორალურად შენ მაინც ვალში ხარ იმ ადამიანთან. და ძალიან ცუდ მდგომარეობაში დგები. თუ ძალიან ბევრი ფული იშოვეთ, მაშინ გაცილებით გერჩიუნა რომ ბანკიდან სესხი აგეღო და იმის პროცენტი გადაგეხადა. ვიდრე პარტნიორი ყო და თუ ძალიან წარმატებულია შენი ბიზნესი, იმიტომ რომ ფინანსურად გაცილებით ზარალში ხარ ამ შემთხვევაში. თუ აი ესე ტივტივებს ბიზნესი, გინდა ის ყოფილიყო, არაფერს აზრი არ აქვს ნუ მაგ შემთხვევაში. ამიტომაც მე ვიძახი რომ თუ შენ ფული გჭირდება, ამისთვის პარტნიორის ზებნა არ დაიწყო. იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში შენ მოგებული არ ხარ. კარგად წავა საქმე ფინანსურ წაგებაში ხარ, ცუდად წავა საქმე მორალურ წაგებაში ხარ. ამიტომაც ფულის გამო პარტნიორი არ შეარჩიოთ. მეორე და რის გამოც შეიძლება დაგჭირდეს ადამიანის პარტნიორის შერჩევა, ეს არის რომ მან ამოავსოს შენი სუსტი წერტილები. ნახეთ, მე ვიცი რომ მაგალითად ჩემი ძლიერი მხარეები არის, თქვა გაყიდვა და მენეჯმენტი, მაგრამ სუსტი მხარეები არის რაღაცა იქ ახსრულების ნაწილი, შეიძლება იყოს მარკეტინგის ნაწილი, რაღაცა ნაწილი. მე თუ ვიპოვი ისეთ პარტნიორს, რომელიც არის ძლიერი იმაში, რაშიც მე ვარ სუსტი, აი ესეთი თანამშრომლობები როგორც წესი ძალიან კარგად მთავრდება. იმიტომ რომ ავსებენ ერთმანეთს სუსტ წერტილებს ავსებენ და ბიზნეს კიდე ჭირდება რომ მაქსიმალურად კონდეს გადაზღვეული ყველა ეს სუსტი წერტილი. თუმცა ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მოსდით ხოლმე ჩემს ირგვლივ ადამიანებს პარტნიორების მოძებნისას არის რომ ეძებენ თავისნაირ პარტნიორს, თავის კლონს ეძებენ, რომ ჩემნაირი ადამიანი მე უკეთ გამიგებს. აი ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ შენნაირი მეორე თუ მოყავს, იმას აღარაფერი ახალი აღარ მოაქვს კომპანიაში. ორივეს ერთი და იგივე სუსტი წერტილები გაქვს და ის სუსტი წერტილები რჩება სუსტ წერტილად. და მე ხშირად არის ეგოების ჭიდილი. კი, ეგეც არის ხო. იმიტომ რომ მე ეს გამომდის, არა მეც გამომდის და სხვადასხვა არის ესეც საინტერესო რაღაც არის, რომ ინგლისური გამოთქმა არის, რომ ვერ გაიგებ ვერასდროს როგორი პარტნიორი ყავს, სანამ ბიზნესი კრიზისში არ შევაო. მე სხვანაირად ვიტყვი, საერთოდ საპირისპირო მხარეს ვიტყვი. ვერ გაიგებ როგორი პარტნიორი ყავს, სანამ შენ ფულის შოვნას არ დაიწყებ. როგორც წესი, პრობლემები პარტნიორებს შორის იწყება მაშინ, როდესაც ფულია გასაყოფი. და არა მაშინ, როდესაც კრიზისშია. კრიზისში რო ვართ, ორივემ ვიცით, რომ უნდა ყველაფერი ჩავდოთ. მაგრამ როდესაც ფულია გასაყოფი, მე ხდება რომ მე გაცილებით მეტს ვაკეთებ და თანაბრად რატა უნდა ავიღოთ ფული. ხა. ის არაფერს არ აკეთებს, მარტო ფული მოიტანა, ნეტა ბანკიდან ამეღო ეს სესხი, რა ჯანდაბად ავიკიდე ეს ადამიანი და ასე შემდეგ რა. მე რაღაცა გვერდითი იდეებიც მე უფრო მრავლდება. კი და რაც უფრო უყურებ, შეიძლება ორივე მხარე ფიქრობდეს, რომ მე ვაკეთებ ყველაფერს და ის არაფერს არ აკეთებს და ფულს მაინც თანაბრად ვიღებ და როგორ შეიძლება ეს. მე მაქვს აქ ძალიან კარგი გამოსავალი ნაპოვნი, რომელსაც ვურჩევ ყველა მსმენელს, რომ თუ გადაწყვიტავს ყავდეს პარტნიორი, ეს გამოიყენოს. ნახეთ, რაშია საქმე. ის რომ ბიზნესში ხართ პარტნიორები, არ ავალდებულებს პარტნიორს, რომ იყოს ჩართული ბიზნეს საქმიანობაში. პარტნიორი რო ხარ, შენ შემოიტანე რაღაცა, სიტყვაზე თანხის რაღაცა წილი შემოიტანე და შენ ვალდებულება არსად არ გაქვს, რომ იყო ჩართული.
თუ შენ აკეთებ რაიმე საქმეს ბიზნესში, შენსავე ბიზნესში, მაგ საუბარი, აი დამფუძნებელიც ხარ და მაგალითად ბუღალტერიც სიტყვაზე. და მეორე ადამიანი არის დამფუძნებელი და მარკეტერი. ხო? ჩემი გადმოსახედიდან და გამოცდილებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი მიდგომა არის, შენ უნდა აიღო ამის შესაბამისი ხელფასი. ყველა დამფუძნებელი, რამდენიც არ უნდა ყავდეს კომპანიას, უნდა იღებდეს ხელფასი იმ საქმეში, თუ რამე საქმეს აკეთებს კომპანიისთვის. მერე რაც დარჩება მოგება აი ამ ხელფასების გამოკლებით. ის უნდა გაიყო უკვე პროპორციულად რამდენი წილიც გაქვს. ანუ წილის ქონა და საქმის კეთებას ნუურევთ ერთმანეთში. არ არის წილის ქონა საქმის კეთების ვალდებულება. ხო, საქმის კეთება კიდე ცალკეული კონტრიბუციაა. კი. ამიტომაც სიტყვაზე თუ ხარ შენ დამფუძნებელი და თან დირექტორი და ყოველდღე მუშაობ და მეორე დამფუძნებელი არის რომელმაც ფული ჩადო, მაგრამ არ მუშაობს საერთოდ, შენ აიღე დირექტორის ხელფასი, ამითი დააბალანსე ის რომ ის არ აკეთებს არაფერს და შენ აკეთებ და შემდეგ რაც დარჩება, პარტნიორობის გამო გაიყავით შუაზე. ან როგორც გაქვს თავიდან შეთანხმებული რა. ამიტომაც იცოდეთ რომ პარტნიორობა არ ნიშნავს მუშაობას და თუ მუშაობ, მოდი დაინიშნე ხელფასი რა. pitching-ი ახსენე პოდკასტის გარეთ. რომ აქ კუთხით ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო ტრენინგი და ლექციები გვაქვსო სასწავლო კომპანიაში და აი ხა თქვენ აი ეს Shark Tank-ის გამოცდილება რო გქონდათ რეალურად შენი შეფასებით ყველაზე ძალიან რა უფუჭებს სტარტაპერზე შთაბეჭდილებას ასე ვთქვათ მსმენელს ინვესტორს და თქვენი გამოცდილებას რო გაგვიზიაროთ, აი როგორ ფიქრობთ, როდესაც აი ეს ინვესტორები იპოვეთ და აი ესეთი ასე ვთქვათ Shark Tank-ში გაიმარჯვეთ, რამ მოხიბლათ ისინი? თქვენმა ასე ვთქვათ მყარმა ხედვამ თუ შეიძლება ასე ვთქვათ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგი სტატისტიკური ციფრებიც ჰქონდათ წარმატების და აი ყველაზე განმაპირობებელი ესეთი საკვანძო განმაპირობებელი ფაქტორი რა იყო ამ კუთხით? კი ბატონო, აქაც მოდი დავიწყებ თავიდან. მე ყოველთვის მიწყებ, მოდი დავიწყოთ თავიდან. კი ბატონო. ადამიანებს განსაკუთრებით საქართველოში აქვთ არასწორი წარმოდგენა, რომ ბიზნეს იდეას რაღაცა ფასი გააჩნია. და მოდი მე იდეა მაქვს, შენ ფული და თანაბრად გავიყოთ. ბიზნეს იდეას, მეგობრებო, იცოდეთ რომ რეალური ფასი არანაირად არ გააჩნია, იმიტომ რომ რა ბიზნეს იდეაც არ უნდა მოგივიდეთ თქვენ, უდიდესი ალბათობით იგივე ბიზნეს იდეა მოსულია უამრავ ადამიანს უკვე. თავარი არის რამდენად შეგიძლია ამ ბიზნეს იდეის განხორციელება. ინვესტორთანაც ისე კი არ უნდა მიხვიდე რომ ისაუბრო რამდენად კარგი იდეა გაქვს. არამედ უნდა დაანახო მას რომ ამ იდეის კარგად შემსრულებელი ხარ. ანუ ისინი იდეებს არ ყიდულობენ. ისინი ფულს დებენ ხალხში და არა იდეებში. ეს პირველი არის რაც უნდა ძალიან საკვანძოა და უნდა გავითვალისწინოთ რომ ბიზნეს მაგალითად Tinder-ი ხომ ვიცით ყველამ რა აპლიკაციაც არის. ჩემს ძმაკაც Tinder-ის იდეა ქონდა და მომიყვა, ბარში, კარაოკე ბარში ვიყავით, სანამ ეს აპლიკაცია გაკეთდებოდა წლებით ადრე. მაგრამ რა? ანუ მასაც ქონდა ეს იდეა, მაგრამ რა? ხო? ვიღაცას ვინცაც ქონდა იდეა და შესრულების უნარი, იმანიშნავ ამითი ფული. ამიტომაც იდეას ნუ მიანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. არ არის იდეა ამდენად ფასეული. ესე იგი, რადგან თქვით, რომ ინვესტორები ფულს დებენ ადამიანებში და გუნდში, ვინც არის ამ იდეის შემსრულებელი, ესე იგი, შენ უნდა წარმოაჩინო რა? უნდა წარმოაჩინო ერთი, რომ ეს საქმე შენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მზად ხარ ამაში ჩადო მთელი შენი რესურსი. პირველი, რომელსაც ჩემი ინვესტორები მეუბნებიან ხოლმე, რომ პირველი red flag-ი, რაც აქვს პრეტენდენტს, არის ის რომ იძახის რომ მე ჩემი სამსახურიც მაქვს და შაბათ-კვირას გავაკეთებ ამას ან სამსახურის მერე ან შესვენებაზე გავაკეთებ ამ ბიზნესს. ეგ როგორც კი ესმის Sharks და investors ეგრევე დაიბლოკე. იმიტომ რომ ნახეთ რა შეასაქმე მათ იდეის პრობლემა კი არ აქვთ. მათ აქვთ პრობლემა რომ არ აქვთ დრო. და შენ თუ დრო არ აქვს. შენც თუ დრო არ გაქვს და იმასაც თუ აბა ვინ აკეთოს ბიზნესი. მათ უნდა ნახონ ისეთი ადამიანი რომელიც თავის დროს ჩადებს და თან სწორად ჩადებს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ასეთ ადამიანს ეძებენ ისინი, თორე იდეა შეიძლება შენზე უკეთესი ქონდეთ, უბრალოდ იმის განხორციელების დრო არ აქვთ. კარგი, ესე იგი ერთი უნდა არ შეიძლება დავანახოთ რაღაც შაბათ-კვირისთვის ვაპირებთ ამ საქმის გაკეთებას და შესვენების დროს ხო 15 წუთში. მეორე რაც უნდა ვანახოთ არის რომ გვაქვს ექსპერტიზა. არ უყვართ ადამიანი, რომელიც იძახის რომ მე ყველაფერი ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ ერთი რომ არავინ არ იცის და მეორე რომ
ყველაფრის ექსპერტი ვერ იქნები. შენ შეიძლება იყო ძალიან ვიწრო რაღაცის ექსპერტი. ადამიანებს გონიათ რომ რაც უფრო ბევრ რამეზე ვიტყვი რომ ვიცი, მით უფრო ჭკვიანი გამოჩნდები. არა, შენ უფრო ჭკვიანი გამოჩნდები, რაც უფრო კონკრეტულ რაღაცაზე იტყვი რომ აი ამქედან აქამდე მე ვარ ექსპერტი. აი სპეციალიზებული მიმართულებით. კი, ვიცი, აი ამ საქმეში ვარ ექსპერტი. მაგალითად, აი გაყიდვების ექსპერტი ვარ კი არა. მაგალითად, ვარ B2B გაყიდვების ექსპერტი, თქვათ სატრანსპორტო მიმართულებით. აი ამას რომ მეუგნება მე ადამიანი, მე მის ექსპერტობაში ეჭვი არ მეპარება და ვიღაცა რომ მეუგნება რომ მე გაყიდვების ექსპერტი ვარ და გაყიდვებში მე ვარ და მე ყველა სხვა. ხვდები რომ ის აზრზე არ არის არაფრის, საერთოდ რას ლაპარაკობს არის. ამიტომაც თქვენი ექსპერტიზა დაანახეთ, იმიტომ რომ მას სჭირდება ადამიანი, არა მარტო ის, ვინც დროს დაუთმობს და მონდომებულია, მონდომებაც აუცილებელია, მაგრამ ასევე ადამიანი, რომელსაც შეუძლია. ან უნდა დაანახოთ, რომ გაქვთ ექსპერტიზა და შეგიძლიათ. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა გქონდეთ ყველაფერი დათვლილი. მე ვიყენებდი ესეთ ძალიან კარგ სტრატეგიას და სხვებსაც ურჩევ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სტრატეგია. Pitch-ი როგორც წესი არის ხოლმე 3-4 მაქსიმუმ 5 წუთიანი და იქ არ გაქვს დრო რომ ყველაფერზე ილაპარაკო. მათ შორის ფინანსებზე და ხო, ბევრ ფინანსურ მაჩვენებლებზე რომ ილაპარაკო, ესე იგი შენ უბრალოდ ვერ გაფიჩე კარგად. და მე მქონდა ასეთი რაღაცა, ხო არის ბოლო სლაიდი, რომ მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა ყურადღებისთვის. მე მქონდა 3-4 სლაიდი, სადაც მქონდა ფინანსური გათვლები ჩამოწერილი ყველაფერი. არ ვანახებდი ამას და ველოდებოდი შეკითხვას, რაღაცა customer acquisition cost რა არის? ვეუბნებოდი არის სიტყვაზე $7.25 და გადავდიოდი იმ სლაიდზე და ვანახებდი როგორ მივიღე $7.25. როდესაც ადამიანი ხედავს რომ შენ გაქვს დათვლილი და ნაფიქრი და არ ხარ ისე რომ აი ახე ყველაზე მეტად ნახე რა არ უყვართ. შეხედე რამხელა ბაზარია და ამ ბაზრის 1%-იც კი რო ავიღო, წარმოიდგინე რამდენ ფულს ვიშავ. როგორც კი შენ ამას იტყვი, ესე იგი შენ გონში არ ხარ. ეს არ უყვართ. უნდა აჩვენო საიდან აპირებ ამათ მოყვანას. იმიტომ რომ რაც უფრო დიდია ბაზარი, ესე კონკურენტიც მეტია და იმ 1%-ს მინდა გით, რას ნიშნავს 1% მაინც. რაღაცა ცოტათ კი ჟღერს 1%, მაგრამ რაღა სად არის ბაზრის 1%, ეგეთი მარტივი არ არის, მით უმეტეს დიდი ბაზრის 1%. ამიტომაც არასდროს არ თქვათ რომ რადგან ამ ხელა ბაზარია, მე რაღაცას როგორ ვერ მოვაკვნიტავ, ეგ არ თქვათ, ყოველთვის თქვით, საიდან აპირებ მომხმარებლის მოყვანას და დათვალე რა გიჯდება მომხმარებლის მოყვანა. ძალიან საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარე. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ. მე მინდოდა დასკვნის და შეჯამების სახით ერთი, ასე ვთქვათ, ბოლო კითხვა და მესვა შენთვის, რომ ჩვენი პოდკასტის სახელწოდება არის Founders Club-ი, ანუ დამფუძნებლებზე, ენტრეპრენერებზე, მეწარმეებზე ორიენტირებული პოდკასტი არის და ვთქვათ, ჩვენი მსმენელიც ზუსტად ეს ხალხია და ან მომავალი და რა არის საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე მიგიხია და შენ ესეთი, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდის მქონე ადამიანი და ამდენ სტარტაპის გამართვაში და ჩამოყალიბებაში მონაწილეობა რო გაქვს მიღებული და ესეთი ბექგრაუნდი რო გაქვს, შენ რა რჩევას მიცემდი დამწყებ ანტრეპრენერებს? ხო, საინტერესოა ესე ერთი რჩევის გამოყოფა ცოტა რთულია, თუმცა გავიხსენებ ასეთ შემთხვევას. მაინდა-მაინც შეიძლება ეს დიდი რჩევა არ იყოს, მაგრამ ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო. მოკლედ, ბევრი წლის წინ, როდესაც მე ისევ სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ბიზნესი დაწყებული მქონდა და უკვე ერთ-ერთი ჩემი პარტნიორი კომპანია, რომელიც ჩემს პროდუქტს ყიდდა, გაკოტრდა და მაშინ ჩემი 30,000 ლარი ვალი წაიყოლა და ეს ფული ჩემთვის ხო წარმოგიდგენიათ, ჯერ 2011 წელს რამდენი ფული იყო და მე 19 წლის ბიჭისთვის ან 20 წლის ბიჭისთვის რამდენი ფული იყო. მივედი ბატონ კახა ბენდუქიძესთან. მას ძალიან უხაროდა რომ ისმა სტუდენტმა და უნდოდა ძალიან წაეხალისებინა ეს ანტრეპრენერული სული და ძალიან უხაროდა და მივედით მასთან შეხვედრაზე მე და ჩემი პარტნიორი და ვეუბნებით რომ აი ესეთი და ესეთი რაღაც მოხდა, თქო რომ წავაგეთ ეს 30,000 ლარი და მაშინ რეალურად რო გითხრათ, თხოვეთ რომ გვასესხე ეს ფული თქო. ბატონმა კახამ გითხრა ასეთი რაღაც რომ ბიზნესშიო ადამიანი ან მოიგებო და ან ისწავლიო. და თქვენო გილოცავთო 30,000 ლარის გისწავლიათ. ანუ ჩემი რჩევა იქნება ასეთი, რომ ნებისმიერი თქვენი მარცხი, ნებისმიერი თქვენი ზარალი, ნებისმიერი თქვენი დაცდენილი ფეხი გამოიყენეთ სასწავლად. ბიზნესში ან უნდა მოიგო, ან უნდა ისწავლო. თუ შენ დაიტრამვე შენი შეცდომით, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი ქენი, ვერც მეორე და ძალიან ცუდად წავა შენი საქმე. ამიტომაც ნებისმიერი თქვენი რაღაც დაცდენილი ფეხი ეცადეთ რომ გამოიყენოთ სასწავლად და ყოველთვის დაფიქრდით რომ მე რა შემეძლო უკეთ გამეკეთებინა. ბევრ ადამიანს ვისმენთ, ვისაც ძალიან უყვარს ნებისმიერი პრობლემის სხვისთვის გადაბრალება.
მაგალითად მე რამდენიმე ბიზნესი მქონია რომელმაც ვერ გაამართლა და შემიძლია გადავაბრალო რომ ის იყო ცუდი, ვიღაც პარტნიორი მყავდა ცუდი ასე შემდეგ. ეს სად მიგიყვანს, ეს სად ვერ მიგიყვანს. ყოველთვის დაუსვი შენს თავს შეკითხვა რომ მე რა შემეძლო უკეთ გამეკეთებინა იმისთვის რომ გაიზარდო და შემდგომში იგივე შეცდომა არ დაუშვა. სხვების დადანაშაულებით შენ ვერასდროს ვერ გაიზრდები და ყოველთვის ერთ და იგივე წუმპეს ჩადგან ფეხს. ამიტომაც ისწავლეთ თქვენი შეცდომები. შეცდომების გარეშე არ არსებობს ბიზნესში, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი რომ არსებობდეს და რა შეცდომებსაც დაუშვებთ, ეს ყველა შეცდომა გამოიყენეთ თქვენი ჭკუის სასწავლებლად. აი ეს იქნებოდა ალბათ ერთ-ერთი რჩევა და რომელიც მე მიმიღია ძალიან კარგი და მეორე რჩევა, რომელსაც მე გაუზიარებდი ხალხს არის რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, აქვს თავისი ალტერნატიული დანახარჯი. ანუ მე რომ მაგალითად აქ მოვედი, ეს 1 საათი რაღაცას მოვაკელი. და ალტერნატიული დანახარჯის კონცეფცია უნდა გავიაზროთ ყველამ. მაგალითს მოვიყვან ახლა ყველაზე ბანალურს, რომელიც ძალიან ბევრ ბიზნესთან შეხებაში ვარ და შემხვედრია. მაგალითად მეუნებიან რომ იცი რა, ეს ბიზნესი წარმატებულია, იმიტომ რომ ფართიც ჩემია და იჯარასაც არ ვიხდი და მე აგრძელებენ და აგრძელებენ. ფართი რომ შენია და იჯარას რომ არ იხდი, ეს არ ნიშნავს რომ ის ფართი შენ გაქვს უფასოდ. იმ ფართს აქვს თავისი ალტერნატიული დანახარჯი, რომელიც არის მაგალითად რომ გამექირავებინა უბრალოდ რას მივიღებდი. მოდი სიმარტივისთვის შემოვიტანოთ ციფრები. თუ შენ შეგეძლო ამისი 100 ლარად გაქირავება და ახლა შენ გაქვს 80 ლარი მოგება ისე რომ შენ თავს ქირას არ უხდი, ესე იგი რეალურად ნიშნავს შენ თავს იტყუებ და გაქვს 20 ლარის ზარალი და პლუს ის დრო რომელსაც შენ ამ ბიზნესს ახარჯავ. ამიტომაც ყოველთვის რაც არ უნდა თქვენი იყოს ფართი, ყოველთვის მიაქირავეთ თქვენს თავს თქვენივე ფართი და ასევე ის დრო რომელსაც თქვენ დებთ თქვენს საქმეში ეს დროც შეაფასეთ. ნუ გგონიათ რომ ეს დროც არის უფასოდ. აი მაგალითად ამ შეცდომას უშვებენ ხოლმე მაგალითად ხალხი ვინც თავისი ხელით მუშაობს თქვათ თავის ვენახში, ხო? მე მაქვს ჩემი ვენახი, მე თვითონ ვუვლი და შესაბამისად არ ვალ ზარალში, იმიტომ რომ გავყიდი, აქედან ფულს ვიღებ. თუ შენ მიათვლი იმ შენ სამუშაოს, რაც შენ გაწიე, სხვაგან რომ მემუშავა, რამდენს ავიღებდი, დაუფიქრდით. იქიდან მეც ხო არ აიღებდი სხვის ვენახში რომ იგივე საქმე გაგეკეთებინა. რა თქმა უნდა ვენახის წინააღმდეგ კი არ ვარ, მე თვითონაც ვენახი მაქვს და მიყვარს ძალიან ეს სფერო, მაგრამ უბრალოდ მაგალითისთვის რომ ნუ გგონიათ რომ თქვენი დაღურილი ოფლი არის უფასო. იმიტომ რომ ის ოფლი რომ სხვის სამსახურში დაგეყვარათ, იმაში ფულს აიღებთ. მასაც თავისი განზომილება აქვს, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ალტერნატიული დანახარჯი და არ დაივიწყოთ ეს ალტერნატიული დანახარჯი და ანუ ამას უბრალოდ თავის მოტყუებას ვეძახი, შეყავხარ შენ თვითონ შეცდომაში. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და ესეთი საინტერესო ეპიზოდისთვის. დიდი მადლობა თქვენ გისურვებთ დიდ წარმატებას. თქვენც ასე.